რა შეიძენ თიელის სადგომზე $6,200? აქ ყავს ორი სანგიონგ ტივოლი 2016 წლის გამოშვების 1 და 6 დიზელის ძრავებით. ეს არის სანგიონგ ტივოლ Air, ანუ შედარებით გრძელი ვერსია, ეს არის ჩვეულებრივი სანგიონგ ტივოლი. ბაზა ერთი და იგივეა, ძრავი ერთი და იგივეა, გადაცემათა კოლოფიც ერთი და იგივეა, არის მხოლოდ სხვაობა საბარგულის ზომას შორის. როდესაც ამ ავტომობილების განცხადება დავდეთ, წავაწყდით ორ პრობლემას. პირველი ეს იყო, როდესაც გვირეკავდნენ და არ იცოდნენ რა ავტომობილის შესახებ რეკავდნენ, გვეუბნებოდნენ, რომ წითელი ავტომობილის თაობაზე გვირეკავდნენ და არ იცოდნენ რა მარკა იყო ეს. ძირითადად უმრავლესობას ჩინური ავტომობილი ეგონა. მეგობრებო, ეს არის სანგიონგ ტივოლი, რომელიც აღჭურვილია 1.6 ტურბო დიზელის ძრავით, რომელიც შეიმუშავა Kia Hyundai-ის ბრენდმა და ეს ძრავი არის სრულიად უფუჭებადი. მისი რესურსი არის უზარმაზარი და მასთან პრობლემები არ გექნებათ. ამ ყველაფერთან ერთად კი ეს ძრავი მოიხმარს ქალაქში 7 ლიტრ დიზელის საწყობს. რაც შეეხება გადაცემათა კოლოფს, ეს გადაცემათა კოლოფი ყველასთვის კარგად ცნობილია, ეს არის Aisin-ის 6 სიჩქარიანი კლასიკური ავტომატიკა, რომელსაც ძირითადად Toyota იყენებს თავის ავტომობილებში და Toyota-ს გარდა ასევე უამრავი სხვა ბრენდიც. რაც შეეხება სავალ ნაწილს, ორივე ეს ავტომობილი არის წინაწამყვანი და აქედან გამომდინარე, ამ ავტომობილების სავალი ნაწილი არის ძალიან მარტივი კონსტრუქციის. ქართულ ენაზე რო ვთქვათ, ყველაფერი იპრესება. ანუ არაფერი დეტალის ყიდვა არ გიწევთ. აქედან გამომდინარე, როგორც მიხვდით, ორივე ეს ავტომობილი არის საოცრად გამძლე. კარგი ძრავი, კარგი გადაცემათა კოლოფი და მარტივი სავალი ნაწილი. რაც შეეხება მეორე პრობლემას, რასაც წავაწყდით, ეს არის ხალხს მოწონს, ატარებენ, კარგი ავტომობილია, თუმცა ნაწილი რო დაგჭირდეს სადვიშოვით. ამაზე ესეთი პასუხი შემიძლია გაგცეთ. თქვენ არ დაგჭირდებათ ძრავის კომპონენტები, თქვენ არ დაგჭირდებათ გადაცემათა კოლოფის კომპონენტები და თქვენ არ დაგჭირდებათ სავალი ნაწილის კომპონენტები. მაგრამ თუ თქვენ დაგჭირდებათ ფარი, კაპოტი და ნუ ასე შემდეგ, ამ შემთხვევაში შეგიძლიათ მოგმართოთ ჩვენ TL Groups და ჩვენ შეკვეთით ჩამოგიტანთ კორეიდან. დიდი ზომის ნაწილების შემთხვევაში უნდა ჩავდოთ ეს კონტეინერში და დაახლოებით 3 თვემდე დაჭირდება საქართველოსამდე ჩამოსვლას, ხოლო პატარა ნაწილების როგორიც არის მაგალითად ფარი ან რამე სენსორი და ასე შემდეგ, ეს უკვე შეგიძლიათ პოსტით გამოაგზავნოთ საჰაერო გზით და შეკვეთიდან 3 კვირაში უკვე საქართველოში იქნება. როგორც უკვე გითხარით, ჩვენ გვყავს ამ ავტომობილის ორი ვერსია, მოკლე ვერსია, რომლის გარბენიც არის 123,000 კილომეტრი, რაზე ჩვენ პასუხისმგებლები ვართ და ამ ავტომობილისთვის ეს გარბენი არის იდეალური. რაც შეეხება სანგიონგ ტივოლი Air-ს გრძელ ვერსიას, ამ ავტომობილის გარბენი არის 155,000 კილომეტრი. ძალიან ლამაზი წინა მხარე და წინა პარკინგ კონტროლი. ლამაზი უკანა მხარე, უკანა LED ფარები და უკანა პარკინგ კონტროლი. ჭკვიანი გასაღები მხოლოდ წინა ორ კარზე, საკმაოდ დიდი სივრცე უკანა სავარძლების გათბობა და ჭიქის ჩასადები. მოკლე ვერსიაშიც გვაქვს საკმაოდ დიდი ადგილი, თუმცა არ გვაქვს უკანა სავარძლების გათბობა და ჭიქის ჩასადები. სავარძლები და საჭე რეგულირდება მექანიკურად. ლუკი, წინა სავარძლების გათბობა და ავტოპარკირება.